მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დიდი ღომში მაქვს დიდი კერძო სახლი გასაქირავებელია. ეს ავაშინე გასაყიდეთ. მე რემონტი დავიწყე და ეხლა გაყიდვა აღარ მიიღებს, იმდენი წვალება და იმდენი შრომა ჩავდე და იმდენი რაღაცა რომ მირჩევნია გავაქირავო და ნახეთ თუ ვინმე შეუძლია რომ გამაქირავებინოს, არა აქვს მნიშვნელობა, რა კატეგორია იქნება, რა ეროვნება იქნება, თავარია გავაქირავო რა. ანუ მაგ პრინციპი მაქვს რა მაგის იმის დრო არ მაქვს ახლა რომ აი საერთოდ თანამშრომელი იყოს ის ვინც გინდა იყოს ბანკში მიდევს და რა აზრი აქვს ხო ბანკი უნდა დავფარო რა. ანუ ესეთი მაგარი სახლია, აქ ორი იდენტური სახლია ვაშენი. გვერდ არის რა. იქითა გაიყიდა, აქეთა მაქვს აი ეს დიდი სახლი არის. თავისი ეზოც აქაც ნახეთ მანქანებს გააჩნდა. ყველაზე მირიან მეფის მერე ყველაზე ფართეგზა ეს ქუჩა არის, მარკო პოლოს ქუჩა. დანარჩენი ქუჩები ვიწრო, ჩიხები, მანქანათა და კაროჩ გადატვირთული და პლუს კორპუსები არის და აქ არის ძალიან მაგარი თემა. 200 მეტრში ყველანაირი მაღაზია რაც კი არსებობს, ლარიანი სამრეცხაოდან დაწყებული, ლარიანი მაღაზიიდან დამთავრებული, აფთიაქების ქსელი, რა ვიცი, ხილიბოსტანი, ყველაფერი, სკოლა, ბაღი, ანუ გასაქირავებლად და საოფისეთაც არის ძალიან მაგარი. აი საოფისეთნა რატო უყურეთ, ზოგი ქირავობს ცოტა ისეთ ადგილზე ვითომ ცენტრში გამიგე, მაგრამ ვერ მიხვალ იქ რა მანქანას რაღაცას ვაფშე სხვა ქუჩაზე უნდა გააჩერო რაღაცა ანუ ეს მირიან მეფიდან შემოდიხარ 200 მეტრში და მანქანას გააჩერებ რა ვიცი 15 წელს შიგნითაც შეაყენებ და ასე შემდეგ ანუ ადგილი მაგარია რა ხო და თუ ვინმე დამეხმარება ამის გაქირავებაში ან იცით მაგარი მაკლერი შემეხმიანეთ არ დაგიზაროთ მოკლედ ეს რაღაც წვრიმალი რაღაცები დამრჩა რა ეს ეზოს კროშკა ქვიას მაგას იქნა ჩაისხას და ასე შემდეგ ძალიან წვრიმალი დეტალები ნუ ეს უნდა შეიღებოს ამას ფაქტურად კედას ახლიდან ვხებავ ანუ სხვა ფაქტურა მქონდა და არ მომეწონა და ახლიდან ვაკეთებ და ესეთი აქ წყაროს თემაა და ეს შევიდეთ და ისე მაინტერესებს თქვენი აზრი ესეთი სახლი რავი თუ გინახიათ ბევრი შიგნით აქეთ არის საქვაბი და რაღაცა, აქეთ სველი წერტილები, ნახეთ როგორ მაქვს აკეთებული. ეს დაიფუგა და გაიწმინდება. აი ყველაფერი არის ჰაი კლასიკა და აი ყველაზე მაგარი თემა ამ სახლს. ახლა ნახეთ ეს განათებები. აი ეს აქ რა მაღალი ჭერი. აი ეს არის განსაკუთრებული და განსხვავებული პროექტის მქონე დიზაინის მქონე სახლი. ეს უბრალო სახლი, რავი, არ გეგონოთ და კითხვის რო არ არის უბრალო სახლი. ეზო საკმარისი აქ არ უნდა რაღაც გექტრობით ეზო და იმის ბალახების კრეჭათელი ცხოვრება და მაგაზე გაცდენა. აგერ ბოლოში გამწვანებას გავაკეთებ, სავარჯიშო იმასაც გავაკეთებ, ბარბეკიუსაც გავაკეთებ. მოკლედ გაქირავება მინდა, მაგრამ თუ იქნება ისეთი კლიენტი რომ რაღაცა კარი ისეთ ფაში გავყიდო რომ მარტო ბანკი ვარ დაიფაროს მაგაზე შეიძლება რა. ესეთი მაგარი სახლია და გაქირავება მინდა რომ რაც მაქვს ბანკში ჩადებული იმ ფულს ნელ-ნელა გადაიხდეს თავის თავს და მე საბოლოოდ უფასოდ გამომივა და აი თუ ვინმე გამაქირავებინებს მოკლედ დიდ დროს არ წაგართვებს ხო ინდუელებიც იყვნენ თუნდაც ირანელები რავი არაბები რავი წინდა თუ საქართველოში შემოდიან რა აზრი აქვს ქუჩაში ეგენია რა ვინ არ მინახია რა მაინც ქირავობენ და მაინც ვაქირავებთ და ასეთი თემა არის ეს რა ქვია ერთი საძინებელი ეს მეორე საძინებელი თავისი გარდირობის თემა აქვს აგერ რა გარდირობის ოთახივით პატარა ტურივით გავაკეთოთ. უყურეთ თემა რა არის, უყურეთ ეს უნდა არ არის ჯერ დასრულებული როგორც ხედავთ, მაგრამ როგორც კი იქნება კლიენტი და რაღაცა, იმის გემოვნებით შევიტან ავიცაც, შეიძლება ორსართულიანები უნდადეს, ბევრი იყვნენ, შეიძლება ერთი, ანუ იდეაში თუნდაც ევროპაში ბინისქირა რო გინდა თვენახი ვარ და 3 თვე ელოდებიან და მე ამ ყველაფერს 10 დღეში თან თავის კომფორტზე მოვარგებ რა. ავეჯი რა გამზადებულავეს მოვიტან უცბად დავდგავ ყველაფერს რა გერიქ ტელევიზორისა და საბათში ვიყიდი ყველაფერს რავია პრობლემაა ესეც ნახეთ მაგარი ოთახი არის ფერები просто ამ სახლს მართლა გადავყევი რა აი ყველაფერი ისე გავაკეთე ყველაფერი მაგ ძალიან ხარისხიანი და ესე ვიტყოდი ერთადერთი შეიძლება
ლამინატი არ გქონდეს ისეთი ხარისხიანი რა. ხო ხდებით ახლა ეს ლამინატის გარდა რა მარტო აი ამ ლამინატზე ვიზახი რა. ეს შეუძლებელი სტანდარტული ფასით ვიყიდე. დანარჩენი არის სულ ძვირფასი მარმარილოებიდან დაწყებული ყველაფერი. ლამინატის იმიტომ რომ ზოგს ეს არ მოწონს, მე შეცვლის მე ხო ხდები თავისი ის არის რა. ანუ გაყიდოს ფიქრობდი და უმეტესად სადაც მინახია რომ სახლი გაყიდული ლამინატის ვაფშე შეუცვლია და თავისი სტილი უნდა ხოლმე და დანარჩენი სადა ფერებშია ყველაფერია მორგებული რა ანუ ყველანაირად მაგრად არის გაკეთებული რომ ყველაფერი იმას იზავს რა ქვია აგერ ანუ ფერები არის სადა ფერები ხვდებით ესეც ნახეთ რა არის წკაპ ხო და სადა ფერებშია და ყველაფერი მოუხდება რა მოკლედ უყურეთ ისგით ერთი ოთახი აქეთ მეორე ეს დიდი მესამე ოთახი ესეც ოთახი არის რა მაგრამ ეს შეუძლია საძინებლადაც გამოიყენოს და ასევე სამზარეულოს პონტი აგერ გარეთ დიდი ტერასი ძალიან მაგარი აი ტერასაზე გახვალ აქ წყლის თემას მოვაწყობ და იყვნენ აქ ესეთი შემოთავაზება მქონდა რომ აი იმისთვის წოულებისთვის იმისთვის და რავი რა აი ესეთი თემა არის რომ ერთ ახლა აქვს ახლა პროექტი მაქვს და ძალიან მოეწონა აქ ახლა სასურათეთო საიმისთვის ხედებიო თან ახლა განკის რო არის ჭერი რო აქვს სხვადასხვა პუნქტიაო რა და რავი რა აი ესეც ეს ამასაც გაჩვენეთ პროსტო რა ის დაბლა ორი ოთახი რაც იყო ის გავაერთიანე მოკლედ გარედან ტრავენტიში გაკეთებული და რაღაცა ალუმინის მასიური კარფანჯრები და ასე შემდეგ რა ხედავთ ხო ნახეთ ხელა ჭერია ამას თავისი მუღამი აქვს ამ ყველაფერს აქვს თავისი მუღამი მოკლედ კი ახლა ისეთი წინაზეც დავწერე რომ გაქირავება მინდა ინდუელებზე მინდა თქო და ზოგადად ამიწერა რომ აუ მოგისპობენ მიგისპობენ ახლა ხანგრძლივი ვადით თუ იქნება ახლა კი მენანება გადაყოლილი ვარ და ესეთი შპალიერი მაკაკურული ისე მაკაკურული აი შეხედეთ რა შეხედეთ აი საერთოდ გადაბმა არ არსებობს არსად არ ეტყობა და ისე გამიკეთეს ეს ყველაფერი არის ძალიან მაგრა გაკეთებული და ხარისხიანად მაგრამ საქმე სჭირდება თუ გამაქირავებინეთ კი ვიცი ახლა იმას და ამაზე რო შეიძლება მაგრამ ან საოფისეთ ან მოკლედ შეზღუდვა არა მაქვს რა ნახეთ ჩემგან განსხვავებით სხვებს ესეთი მაგარი სახლი არა აქვთ ესეთ კომფორტს კიდე არ გთავაზობენ რომ ყველაფერს შემოგიტანთ რაც გაგისწორდება თქო მოაჯირებისას დავაყენებ და ყველაფერს ხო ესე ხო არ იქნება და ყველაფერს მინდა 10 დღე აი რო უკვე კლიენტი ვიეტყვის რომ მინდა შევბერავ და რავი ერთ თვეში სახლი სკარკასი ამეშენებია და იმას მოაჯირებს და იმას ავეც ვერ შემოვიდან 10 დღეში ხო ანუ პრობლემა არ არის ეგ და მოკლედ თუ გამაქირავებინებთ აი ამ მაგარ სახლს ჩაიწერეთ რა ჩემი ნომერი 5921050 და რაც არის როგორც არის ოფიციალურად და კიდე ზევიდან იმეგეც იქნება საოფისეთაც მაგარია რავი ახლა ერთმა მითხე კლინიკისთვის უბრალოდ ექიმების რაღაცა ზოგი ვერ შევაგროვე ზოგი კლინიკისთვის და აი ამოვა და ეგეთ საკერედი რენტგენის ისაო ესა ყველაფრისთვის მაგარია რა ანუ სივრცე გაქვს რაღაცა სხვანაირი გარემოა სხვანაირი ატმოსფეროა და სხვანაირი სიტუაციაა რა მაგარი სახლია აი უმაგრესი სახლი ამას უბრალოდ რადგან სახლიც მაქვს აშენებული ყველა სახლიდან რო ავიღე რაღაც აი რაც მომწონს ყველაფერი ამ სახლში ჩავდე რა ყველაფერი მაგ ბოლო დონის გაკეთებული აი თვითონ გათბობის მილებიდან დაწყებული და ისინი სულ იტალიური რა რაც რევერსები და ისინი რაც ანუ აღარ იცვლება ის უნდა გააკეთო ბოლო დონის რა და შეიძლება ახლა ლამინატი იყოს სიტყვაზე იყოს ჭაღი იყო ახლა ეს ჭაღი შესაძლებელია და რაღაცა მაგას ისედაც შეცვლი მე და ასედაც შეცვლი აბა წარმატებულ დღეს ისურვებთ და მოკლედ ვაქირაებ რა ვაქირაებ ნებისმიერ კატეგორიაზე არანაირი შეზღუდვა არ მაქვს გინდა ცხოველი ყავდეს გინდა ვეფხვი ყავდეს гиნა რა ვიცი რა ზოგ ბარბეკიუს მოუწყობ და დანარჩენ პირობებზე რასაც მეტყვია ყველაფერს გავითვალისწინებ რა 5921050 მადლობა ყურადღებისთვის